დღეს. სადაც წავა ეს ლელუ? ნუ მოიწყე. გააყვება ეს ლაშა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლაშა საჭირო თახში რო შევიდეს, ლელუს გაუძახებ სარიქა დამეხმარეო. აღარ ვარ ამ გოგოების კონკურენტი, აღარ ვარ. ჩემი ხმები არის აი აქ. მოვითხოვთ, რომ პროექტს სახელი გადაერქვეს ჰაუსის მაგივრად ლელუს თამაშები. რანაირად კოალიცია. გამარჯობათ. ნამდვილად არ გელადით, მაგრამ გაგვიხარდა. შეგვიძლია ეგრევე ჩავატაროთ დღესვე წითელი დროში. მაინც ყველაფერი ხადია და არ მინდა ჩემთან აკეთო არ მაინტერესებს. ვისაუბრე, შეიძლება ისეთი სიტყვა წარმოთქვა ახლა, რომ ინანო მე. აი მე შენ ლელუს გარეშე როგორ შევიდა? რა ხდება ამ საქმეს? ანუ ფაქტიურად ლელუ გუშინ აღიარა რომ ჩვეულებრივად კოალიცია არსებობს და მე ვიცი რა თქმა უნდა ეგ არის ანუ კოალიციის ლიდერი თან კიდე ხო ხდები გოგო ხო მე ვიცოდიო რომ ლაშა მისვდაო ჯავახასო გოგო და რაღა თავი მოვიკლა აქ ერთასოს მივცემ დროშებს და ჯავახა ისედაც გაჯდებაო. გარწმუნებული ვიყავი, რომ ლაშა აუცილებლად ფიქრობს, რომ დასვამ და ჯავახას გააჟღერა. ლაშას არ გაუჟღერებია ხალხი, ვიცოდი. სამი ძლიერი თვითონ შემოვინახოთო და აგე შემოინახა თავისთვის. და თან კიდე იმ დღეს ანუ ხო წამოსცდა იმეების მერე დროშების მერე რომ ჩვენ ხო ვისაუბრეთო რომ ტასო უნდა დაჯდესო და ტასოს უნდა მივცეთო დროშაო და ხო აი ჩვენზე манипуляციები და ის რო არ გამოუვიდა და რო არ ვართ ადვილად სამართავები მოგვისროლა და დაიწყო ეს გაცხარებული კონფლიქტი და ჩაგვითრია ამ ომში და გამწარდა რომ ისევ ჩვენებურად გადავხით ნაბიჯი. სამაგიეროდ ადრე როგორ ძალიან ოცნებობდა ნეტამეც მქონდეს ამდენი დროშა ჯავახას რომ პატარა კოალიცია რო ქონდა და აი მეც მინდა ამდენი დროშები მეც ჯავახდა ხო მოისვა ჰაუსში ოცნებები ხდება როგორც ყოველთვის ამიტომ ლელუს ახლა თავისი პირადი 4 დროშა გააჩნია მიისწრება ფინალში. ვისაც უნდა იმას გააბოსებს, ვისაც უნდა იმას აუთსაიდერებს. შემოიკრიბა ლელუ მტერის ირგვლივ ადვილად სამართავი ადამიანები და მართავს. ასე არიგებს. მარჯვნივ მარცხნივ. ის მოსაწევი ადრე ტერარიუმი მეგონა, ეხლა კიდე თურმე მარანი ყოფილა, შემოიკრიბა ესე ქვევრები. 4 ქვევრი და ხანერს ჩასძახი. და ისინი მოვითხოვთ, რომ პროექტს სახელი გადაერქვეს, მაგალითად ჰაუსის მაგივრად ერქვეს ლელუს თამაშები. 4 დროშით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს. ვინ გაბოსდეს, ვინ გავარდეს, ვინ წითელ სკამზე დაჯდეს. ან კიდე გოგო ეს გუშინ ლაშა რო გავარდა ამ შეყვარებულებთან. უხერხულია შეკაი ადამიანო, შეარგე რა, აცადე, რა მურმანის ეკალივით იჩითები იქ და უდგები, ანუ შენ თვითონ, ანუ შენი თავისთვის არ ტეხავს. არ მესმის 5 დღე თან ისედაც გახსოვს რომ გავაჟღერე რომ მეთქი ეს მეთქი რომ ანუ როდესაც მეთქი გოგოს აქვს სერიოზული ურთიერთობა ესეთი და არის წვილში არის დაუშვებელი მაგრამ არა ლაშას არ ესმის ეგ გავიხედეთ და რას ვხედავთ ამ ვარდივით გადაფურჩქნულ წყვილში ერთი ცალი ეკალი ამოსულა სად გაგონილა კაცო წყვილის ბედნიერებაში გაიქცე და მურმანის ეკალივით შიქ ჩაეტაკო. აი ზუსტად ასე არის ლაშას ამბავი. აცადე ლაშა შეარგე ბედნიერების წამი ამ ადამიანებს. წყვილია ბოლოს და ბოლოს. ისედაც მხოლოდ ფართებზე და ლაივებზე ნახულობენ ერთმანეთს. ვინ გამოიცნობს, ვინ იქნება შემდეგ აუთსაიდერობაზე. ლელუს ვინც აწყობს ეგ რა თქმა უნდა ჩვენ ჯავახაც რა თქმა უნდა და რომელიმე კოალიციის წევრს გაწირავენ რა. ესე იგი, მეგობრებო, სახში ჯავახა დაბრუნდა დიდი გვირგვინით ადგახმის ლიდერი
შახთან, მამასთან, კახთან ჩამოვიდა, სახლში მოვიდა, გვირგვინი დაიდგა, უღრმესი მადლობა მინდა ამ ყველაფერთვის გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებს. მოკლედ ვულოცავ ჯავახას ხმის ლიდერობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემმა მეგობრებმა, ჯავახამ, ყველამ დაინახა ჩემი ხმები. რა ხმები ავიღე? დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი უკვე კი არა და მიღწეულია მიზანი, რომ აღარ მთვლიან იმედი მაქვს კონკურენტად. ჩვენ არც არასოდეს აღვქვავდით ლელუს როგორც კონკურენტს. იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მეგობრები. ამ კვირაში მაინც მაცდიან ბარგის ამოლაგებას და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ არ ამ კვირაში ვიჭდები. მთელი დროშები აუთსაიდერი. ბარგის ამოლაგება. ყველა დროშა შენი ლელუ და რა ყველაფერი შენ ხელშია, რა პრობლემაა? აი ესე ჩემო მეგობრებო, ბავშვებო, ნახეთ, მე ავიღე 24,000 ხმა, მეგობრებო. იმედი მაქვს, რომ მიხვდით, რომ მე აღარ ვარ თქვენი კონკურენტი და ძალიან გთხოვთ ჩემი გაშავებას რომ შეეშვათ. დილიდან მიდის ჩემი გაშავება, კარგად მუშაობენ გოგოები და ნამდვილად ეკუთვნით ოსკარი. მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ ფეიქ აკაუნტებით უნდა ერთი აგიღო. თვია მეგობრებო, რა ნამუსით მეუნებიან საერთო რამეს, რომ ვისი დროშა ვის ხელშიაო. ერთი თვია აუთსაიდერების სკამზე ვზივარ. ერთი თვია. ხო, გასაგებია, მაგრამ გასაგებია და კიდევ მეუბნები, რომ პრეტენზია გაქვს ახალი კოალიცია შექმენი. თინათი, შენ ძალიან კარგად იცი, რომ არაფერ შუაში არ ვარ მე ამ კოალიციას, რასაც არ გამოაცხადე, მეო ვიცოდიო. არაკაც რო ეძახის ლაშა მეგობრებო ჯავახას და მისი კაცური საქციელები არ მოსწონს. კი, ეს არის ლოგიკური, რომ აბსოლუტურად დასავდა აუთსაიდერის სკამზე. ეს ბათაც მუზემამ შვენივრად იცოდნენ ეს ყველაფერი. ჩემი ხმები ნახეთ რა ავიღე. მიღწეულია შედეგს. იმედი მაქვს, რომ ეხლა აღარ მთვლით კონკურენტად თქო და ერთი კვირა მაინც მაცით რომ ბარგი ამოვალაგოთ თქო და წამოვიდა ეგრევე. ნელო ჩვენ თავიდანვე გეუბნებოდით, ბარგი არ ჩაალაგო, ამოალაგე. და ხალხნო, აღარ ვარ თქვენი კონკურენტი. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ზურგი შეექცია ჩემს გულშემატკივარს. ყველაფერი რაც გააკეთე, შენ თვითონ გააკეთე ჩემო. მე არაფერი გამიკეთებია. რა გაგიკეთე? რა გაგიკეთე? ის გააკეთე, რაც გააკეთე. შენ უბრალოდ ცდილობდი, რომ ჩვენი სახე როგორც მეგობარი არასწორად წარმოგეჩინა და ადამიანებმა ეს დაინახეს. არა, დიანა, დაინახეს შენი აი ეს აქცევები, ვითომ ზურგში ადრე მეგონა რომ ის ტერარიუმი იყო ის მოსაწევი ეხლა თავი მარანში მგონია 100 4 ქვევრია და იქიდანაც და ესე ქვევრების ცენტრში ლელუ კოალიციის ლიდერი. ეგრევე ჩამაჭირეს, ეგრევე რანაირად კოალიცია, რომელი კოალიცია? თინათის და დიანას რო აბრალებდნენ ჩემთან კოალიციას. მაშინ ხო იყო რომ რა კოალიცია თავს რო იწეწავდნენ და რატო აკეთებენ მუზები ამას? იმიტომ რომ 20 დღე დარჩა ფინალამდე. პროექტში არის 3 ძველი მონაწილე, მუზები მე და ჯავახა. ერთ-ერთი გოგო, ძლიერი მონაწილე, აუცილებლად მოსაშორებელია, ასე ფიქრობენ. აღარ ვარ ამ გოგოების კონკურენტი, აღარ ვარ. ჩემი ხმები არის აი აქ. აი აქ არის ჩემი ხმები. ნუ ღამაშავებთ, აღარ ვარ კონკურენტი, არა. ჩვენ შენ კონკურენტად არც არასოდეს არ ვთვლიდით. იმიტომ რომ შენ იყავი ჩვენი მეგობარითო და მე მეგობრობა მეგონა. კონტენტს ვაკეთებდითო, ეგო კონტენტი არ იყო და მე მეგობრობა მეგონა ხალხო. ჯავახას დაგისვამდით სკამზე მაშინ. ჯავახა იმიტომ არ დამისვის სკამზე, თინათინი სიტყვებია. თინათინი სიტყვებია, ჯავახა იმიტომ არ დამისვეს სკამზე, რომ ჯავახა რო იქნებაო, ჯავახა რო იქნებაო სკამზეო, ჯავახა რო გაგვესწრო. ხალხის განა უფრო დიდი ჰეითი წამოვიდოდაო. აი ეს არის რეალობა რა. გაუფასურება და ადამიანი აუფასურებს ჩვენ მეგობრულ ჟესტს მის მიმართ. ესე იგი ლელუმ ლაივამდე ხალხო აი ესე ადგა და თავის გულშემატკივარს კი უბრალოდ ვიდეო ჩაწერა საკავს გულშემატკივარი ჩაწერა ესე იგი აი ესეთი ვიდეო გეხვეწები და არე მიგულშემატკივროთო ანუ იცოდი რომ შენ არანაირი ხმები არ გეკნებოდა გაიგე ადამიანები გულშემატკივარს მოუწოდებენ რომ არ უგულშემატკივრო იმიტომ რომ არ ყავთ რა ხდება ამ სახლში
რა სირცხვილია შენი ქმედებები უბრალოდ სირცხვილია აი ეს ინდურ სერიალებში არ ვარ თუ გინდა ინდური სერიალი სრემლი მე მოწმენდა მე გაღიმება როცა გეუბნებიან რომ როდესაც 20 დღე დარჩა ფინალამდე სირცხვილია რომ იმის გულისთვის რომ უბრალოდ ფინალის სკამზე დააჯდე ლაშა სირცხვილია რომ ვიღაცას შეეწნო და შეეწნო მურმანის ეკალივით შეყვარებულებთან გუშინ მიხვედი და იქ იდექ შეარგე ადამიანებს ერთად იყვნენ რატო ეჩრები ეს უბრალოდ ჩემი ის არის ეხლა მომისმინეთ გოგონებო შეურაცხყოფები თქვენი ვითომ მაღალფარდოვანი ძალიან ხო სხვას მიაყენეთ ქვევრები შეგიძლიათ თქვენ სირგლივ სხვას დაუძახოთ ჩემო მშვენიერებო სრემლი გადმოვაგდეთ ეხლა აბა ჩვენ არავინ არ გვეთანხმება ჩვენ არავინ არ გვეთანხმება და შურს აბა ჩვენი აზრი გვაქვს და არავის აზრს არ ეთანხმება და ამ ადამიანებს არ გამადი როგორ გაბზარული ოკეი პატარა ბევრის როცა გაბზარული მიდით კოალიცია დაიწყეთ მიდი დათვა აქეთ დათვა სიმართლის მხარეს ვარ და ეს თუ ვინმესთვის კოალიცია და მარჯვენა ხელს ნიშნავს კი ბატონო ხალხო ვიყო თქვენთვის მარჯვენა ხელი და კოალიციის მონაწილე ეს არის სიმართლე გამარჯობათ ხომშვიდობა თქვენ ნამდვილად არ გელოდით მაგრამ გაგვიხარდა არ მელოდებოდით ხო? არა ნამდვილად გონიათ რომ წითელი დროშები გვაქვს? რაღაც ხო ესეთი შეგვიძლია ეგრევე ჩავატაროთ დღესვე წითელი დროშები მაინც ყველაფერი ცხადია ილოცავთ ლელუს და ჯავახას სახლში დაბრუნებას ეხლა დღეს მე უნდა ჩავატარო მწვანე დროშების დასახელება ესე იგი სანამ მწვანე დროშების გადაცემას დავიწყებთ გეტყვით რომ გადაცემის გენერალური სპონსორია ემბაუდი სადაც ყოველი დეტალი ქმნის კომფორტს ნამდვილად აგეთანხმებით ახლა კი საინტერესოა ვინ გახდება ამ კვირის ბოსი და დავიწყოთ მუზებით როგორ ხართ თქვენ რო გხედავთ ყოველთვის კარგად მადლობა იმდენად არავისთვის არ გვაქვს მისაცემი ეს მწვანე დროშა ამ კვირას ოჰო საინტერესოა აბა როგორ ამიტომ ამ დროშას სიმბოლურად გადავცემთ ბატონ დავის ყველა დროშა შენიაო ამბობენ ქვევრებს ეძახიან ამ ადამიანებს და თვითონ აძლევენ მწვანე დროშას დავიც რა მხელა თვალთ მაქცობაა ეს მადლობა სწორედ გამოიყენეთ შევეცდები მაქსიმალურად ამას რომ გამოვიყენო ეს ყოველივე და სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავიც და ჩემი ბოსობაც უკვე გაბოსდა დავითმა პირველივე მწვანე დროშის მერე თავი ბოსად გამოაცხა და ეხლა თქვით რომ არც კოალიცია, არც ქვევრებია, არც შეთანხმება და არაფერი ეს არ არსებობს. ხალხო, ჯერ მხოლოდ ერთი მწვანე დროშა მიიღე დავითს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვუხმობთ ლელას. ჩემი მწვანე დროშა გადაეცემა ადამიანს წინა მწვანე დროშებზეც მინდოდა ამის გაკეთება რომ მისთვის გადამეცა, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს და ერთ-ერთ სამართლიანი ადამიანია და ამის გამო ზუსტად მასზე ძალიან დიდი ჩაჭერა და ზეწოლა მიდის. თუმცა წინა დროშებზე არ გადავეცი იმის გამო რომ მუზები გავითვალისწინე და დავაზღვია ისინი რომ რადგან ლაშასთან კონფლიქტი იყო. ეს არის სრული სიმართლე. ეს არის უფალია მოწმე რომ ეს არის სრული სიმართლე. ახლა მინდა რომ გადავწ გიშდები რა პროსტა რა ხდება? კარგი, დავშვიდით. დავშვიდით. ეგ სახში გაარჩიეთ მე ეს ყველაფერი. მოდით, ეხლა ჯერ ვაცალოთ ლელუს. ეს დროშა გადაეცემა ლაშას, იმიტომ რომ არის სამართლიანი, იმიტომ რომ არ ეშინია ჰეითის. ეს შენ ლაშა სამართლიანობისთვის. მელამ თავის კუდი მოწმეთ მოიყვანაო. მილიონე ლაშას კოალიციის ლიდერისგან შექება დაიმსახურა, შენ ჩემგან 10-იანი ლაშა ეს აიღე და დაჯექი მან და წყნარად იყავი სანამ რაღაცას არ გეტყვი ხმა სანამ გულ თუ ამოიღებ იცოდე მოგწხე. აიგე? ჯავახა მოდი. როგორ ბრძანდე ხმის ლიდერი? აბა არ ვიცი ალბათ ყველასე 50% ჩემს მიმართ ზიზღი გააჩნია, იმიტომ რომ სამართლიანი აზრს რო ვაფიქსირებ, აი ეს ტკივად ხოლმე, ამიტომ მე არ ვიცოდი ვისთვის გადამეცა და მოდი აი ამ დროშას გადავცემ
ანას რადგან წარმოადგინოს თავისი თავი აგერ ანა ეს დროშა შენ ძალიან კოალიციამ ერთი თქვენ მოგცეთ ერთი იმას შეწევა უნდა და ჩვეულებრივად ვაიმე ხო მიდით ერთადეთ დედა ჩემო ასეთი ჭკვიანი რატო დამბადე ესეთი ფანტაზიები საიდან მოსდის ანას ვთხოვ რომ გამოვიდეს ახლა ჩემი აზრით დაემთხვა უკვე ორ მონაწილის აზრს და მეც ანალოგიურად მინდა შანსი მივანიჭო ადამიანს რომ უკეთესად წარმოაჩინოს თავისი თავი ამ პროექტში და ჩემ მწვანე დროშას ვაწვდი ამჯერად დავით აი სერიოზული შანსები გაქვს დავით ახლა იცოდე აბა დავით ახლა შენ გთხოვ მობძანდე და შენ ვის გადასცემ მწვანე დროშას მე მინდა ადამიანს გადავცე დროშა რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე ნეიტრალურ პოზიციაში დგას თავის თვალით უყურებს რაღაცეებს თავის გონებაში ხარშავს რაღაცეებს და თან ძალიან წყნარი და მშვიდიან თუ არა აფეთქეს ამიტომ ანას გადავცემ ამ ეტაპზე დავით შენ გაქვს ორი ხმა და ანასაც აქვს ორი მწვანე დროშა. ეხლა ლაშას თხოვოთ. ეხლა იქნებ ლაშა. გამარჯობა. იქნებ შენმა ხმამ გადაწყვიტოს ეხლა ვინ იქნება ლიდერი. ჩემი ხმა სრულიად დამსახურებულად მინდა რომ წავიდეს დავითთან. კი ბატონო. ეს შენ დავით მე მჯერა რომ ყველა ესე იგი ლაშა ისე იქნება გაბზანდით შეგეფერება ამ კვირის ბოსი გახდება დავით მადლობა მეცეთ მწვანე დროშა ხალხო რა კოალიცია გითხარი როგორ ბოსობას აპირებ სამართლიანს აქედან გამომდინარე ამას ვიღებ მე როგორც მადლობის ნიშნად და ასევე როგორც ნიშნად იმისა რომ უფრო მეტი რაღაცეები მეკისრება ამ კვირაში მე კი დაგემშვიდობებით და წარმატებას გისურვებთ ყველას. გილოცავ დავით შენი ბოსი არის სერიოზული შანსი მოგეცა მაგრამ დავა ეხლა აბა შანსი გამოიყენე და გავხდიო კაცო გახდება ხო ერთხელ ხო შეიძლება მომაწოდეს დასაწვავი მწვანე დროშა ხელში დამაჭეროთ გავხდე ბოსი და აი მას სახლიდან გავყარო ხალხი ხო შეიძლება დავითი ნერვიულობს ხან ერთ კედელს აწყდება ხან მეორე კედელს აწყდება ამდენი პასუხისმგებლობა ხალხი უნდა შეუკრიბო კაროში შენ უნდა ჩამოწერო ვინ რას გააკეთე ხო მე ჩამოვწერ მაგას მაგრამ შეუკრიბო მინდა და აზრი გავითვალისწინო ანუ მე ბოსი ვარ და მე მინდა და ასე გააკეთე ეგეთი ტიპი მე არა ვარ და მასე არავის არ მეტყვი მოგუებო სისუფთავეს მიაქცევთ ყურადღებას სამზარეულოს ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას და ვაწყრიალებ შენი მზრიალი სამზარეულოში მედიხანი არ მინახია მაგრამ არ დაგინახია? გინდ გააკეთე, გინდა რა მაინც არაფერი არა ჩანს. საერთოდ თინათინ დავაკვირდი რომ შენ ძალიან გერჩიან. გართულება აქვთ თინათინზე. და შენ ჭკუაზე გოგო. აი შევხედოთ სამზარეულოს, როგორი სისუფთავეა. სუნზე ხო საუბრობთ ბანაობაზე დღეში ორჯერ, სამჯერ და ლაშას მე მგონი ეხლა გაახსენდა, რომ წინა კვირას ბოსი იყო და ამ კვირაში უფრო აქტიურობს ვიდრე თავისი ბოსობის პერიოდში. აქ რა ხდება? რა ამბავია, როგორი სილამაზეა და ეს არის ზოგადად როცა იღებენ ალბათ ეს ნაგავშიმა ჩააგდონ, ხო ეს? ნამდვილად. ეს ყველი რო გამოიღეთ ზოგადად მეგობრება შეგნით უნდა შევდოთ. ძალიან ლოგიკურია. აი ეს ჭურჭელი აქ რაც ხდება, ესე არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ერთხელ ბატონი მალხაზი იყო შემოსული. სოსის რო გარეთ დატოვებ დილის მოხარშულს ალბათ ვიცით გადაგვემართება. აი აქ რო ეს 10-ჯერ გაიჭედება, ალბათ ვიცით რომ გაიჭედება. აქ როგორ შეიძლება ხალხო რამე ჭამოთ? ანუ სისუფთავეზე ვსაუბრობ და დაბანაზე. აღნიშნავ რომ აი ეს ბეჭედი ყველში იყო მეგობრებო, ნეტა ვისი ბეჭედია? ესე იგი ამ ხელა სამზარეულოში სადაც არც ერთი ნიფტი თავის ადგილზე არ დებს, ერთი პატარა ბეჭედი დაინახა და გაახადეს პრობლემა. ძირითადი პრობლემები უფრო შეგექმნება ალბათ მე ესე მგონია ჩემი გადმოსახედიდან ორ მუზასთან. მუზები. ხო, მეტჯერ გაიმეორეთ. ეს სიტყვა იქნებ
თქვენთანაც მოვიდეს შთაგონება და რამე პოზიტიური შექმნათ. თუმცა ლელუსაც მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ იმდენად დასტრესილია და სხვა იმაშია, რომ რატომღაც ჩემს სტრესი არავინ არ დარდობს. მე ერთადერთი ის მინდა რომ იყოს წესრიგი. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, house school-დან მოვედით პირდაპირ drum school-ში. ძალიან საცემონოა, ძალიან მიხარია რომ აქ ხართ ჩვენთან. დღეს დავუკრავთ დრამზე, ასევე დარბუკებზე და გვექნება ასეთი ენერგო დეტოქსი. ანუ რაც გაქვთ უარყოფით ენერგიები, რაც გაბრაზებთ, აი, ყველაფერი რაც გაქვთ. ცუდი, ყველაფერს დღეს ასე ვთქვათ, გავუშვებთ და დაინგრევა აქაურობა. უბრახუნე მოიფხანე გული. იმედია ეხლა იმდენად დავიცლებით, რომ ჰაუსში რომ დავბრუნდებით, აღარ მოგვიწევს ჩხუბი და კამათი. ფერზე გვაქვს მარჯვენა პედალი. დაარტყით ორჯერ. 1, 2, 3, 4. ყურადღებით 3, 4. ხალხო, რა ხამაურია, ვიღაცები თქვენთანაც აბრახუნებენ. თქვენს წინაშეა ჯგუფი house school-ი. აბა ჩემს სიმღერას არ ვიმღერებდით? როცა დედამ პატარა ძმა დაგიტო. აბა როცა შენს ნერვებზე უკრავენ აი ესეთი სიტუაციაა ზუსტად. აბა წარმოიდგინეთ, მე ვის ნერვებზე უკრავდი იმ მომენტში დრამზე. Hello. სიბრაზე მაგ აქ თუ დავცლი, მაგრამ უილა შეშენც აქ ხარ. აჯა. აჯა. 1, 0. ესე ნებართვა მოგცეს აქ რო ჩვენთან ერთად ხარ. 1, 1. მოგეხსენებათ ჩემო მეგობრებო, გავხდი ამ კვირაში ბოსი, ესე გადაწყვიტეს ჩვენმა ძვირფასმა მონაწილეებმა და გოგოებმა ითხოვეს, რომ უნდათ ძალიან პილმენი, ელიტ ფუდის პილმენი, ეს არის ხაჭოსი. ამას მოუმზადებთ ეხლა ჩვენს გოგოებს. ეხლა ჩვენ ამ უგემრიელობის მომზადებას დაველოდოთ უნდა დაახლოებით 7-დან 10 წუთამდე. ჩვენი პილმენის მზად არის ეხლა გოგოებისთვის. აი ეს ცივი მოვასხათ რა ცოტა. კარგად გამოვიდეს. ესე იგი დავითის პირველი წესი. დავითს თუ არ დავემორჩილებთ, აუცილებლად წითელ დროშას მივიღებთ. ბოსობა იქნება ანუ უპატივცემულობა ჩემი და შესაბამისად უპატივცემულობაზე მოქმედებას გავაკეთებ. რა პრივილეგიაც მაქვს იმას. გათვალისწინება ასეთი არის. მე მოვალ და გეტყვი ერთხელ, რომ ნახე ეს უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთე. ჯავახ, ეხლა კარგად მომისმინე. იცოდე დავითის ყველა წეს დაემორჩილე, თორემ წითელ დროშას მიიღებ და ერთპიროვნულად დაგსვავს დავითის კანზე. გაიგე? რამდენ 200-ას დააგროვებ, შევაჯამებ. მე რატომ მეგობარო და ამ სახლში ხოლო და ლელუ წერდა ნიშნებს ხალხო. შენს მოქმედებებს
შენს წესრიგს და შენს კულტურულობას უბრალოდ თვალყურს ვადევნებ. ჯავახ, იცოდე რომ კონტენტში უნდა ჩართო ლაშა თორე აუცილებლად დავითი წითელ დროშას მომცემს და ერთმანულად დამსვას სკამზე გაიგე. ბაქნიანს ბაქნიანი არ არის შეურაცხყოფა, ბაქანი კუ არ არის. არა კაცი რო გეუბნება, ეს არის შეურაცხყოფა, ბაქანი კი არ არის შეურაცხყოფა, გაიგე? შეურაცხყოფა ითვლება, როცა უკვე ადამიანი გეტყვის, რომ არ სიამოვნებს. მაგის გამო ერთი მინუსი იქნება. ჯავახ, ერთი წესი არ დაგავიწყდეს, დავიცვის ყველაზე მთავარი წესიც არის, გაიგე? ის რომ არასდროს გააბრაზო კოალიციისა ლიდერი ჩვენი პრინცესა მზეთ უნახავი, თორემ აუცილებლად სკამზე დაჯდები, გაიგე? ვინაიდან და რადგანაც მარგეთ ეგ პატივი, შესაბამისად ან დაემორჩილეთ, ან არ დაემორჩილეთ. თქვენი ნებაა, თუმცა კვირის ბოლოს მე მასწავლებლები რომ ამბობდნენ, ხო იცი? წლის ბოლოს მე გავიცინებო თუ თვის ბოლოს. აი ეგეთი ამბავი იქნება და. просто მეცინება უკვე რა ესე. ეს რა ქვია? თანატეზე. სადაც წავა ეს ლელუ? ნუ მოიწყე. გააყვება ეს ლაშა. გაკოკონდება. აქეთ წამოვა, აქეთ გამოკოკონდება. ახლა საგეგმო პროფესორი მეტარა. ის დაჯდება, ადგება, ის წადგება. ჟუ. ჟერგებით. ჟუ. დასიმქროთ მე. მე მეგონა ამ სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ბუთუზებული. ისეთი შტაბეჭდილება მჩება, რომ ლაშა საჭირო თახში რო შევიდეს, ლელუს დაუძახეთ სარიქა დამეხმარეო. გიგდები? და არ გავიგოთ ეგრე. აი ხაც უეჭკელი ერთად არიან. ხო, გოგო დაწმუნებული. და გენძლავები. და რო ვიცი რომ ერთად მარიე. ანუ ორივე მოვიგეთ? აი წავიდეთ აბა ვნახოთ მაინც. ვაა, ყველანი ერთად ხართ. აი ხო გითხარი. კიდევ კაი, აქაც ერთად არიან, თორე რომ დაცალკევებულიყვნენ, მე მგონი ვინ არ მიულებდით უკვე. გამისხმა ხوار გინდა თინათ. მე ყოველთვის ვიძახი რამის როცა რამის თქმა უნდა. გამიხوار ვითამაში ყოველ ერთად. კოალიციობანა. თინათინი რაღაცნაირად მიყურებს. ხან იქით გაიხედება, ხან აქეთ ცოტა მეშინია. ვაფსატი. შემოგეჭერით და რა ვიცი, რაღაც უხერხულად რა უბრუნებ. აი, წავდი. ანუ როგორც ეს რა იყო ხო? რაც გინდა. მე უნდა გავსულიყავი რა დარჩენილიყვნე? ან მე არ ვიცი. მე რა შოშია კაცო. ან მოვიდნენ და ვერ ხვდები, გეფიცება. აი დადგმებით, აი არ ვიცი, ვერ ხვდები. ხო და რა ვიძახი სერიალი, ან ინდური სერიალი. ზიტა და კიდე უფრო მაგარია და მოდი. ჩელვა. აი მე შილილს კარში როგორ შემოვა. აი მე როგორ გამოგიშვეს ლაშა. აი მე პრობლემები არ შეგექმნეს. შეიძლება დავждდა. კი რა თქმა უნდა, სადაც კიდე იქ დაჭიქი. ლელუს ნებართვა აიღე, ხლა ეს მარტო რომ მოხვედი. შევამოწმეთ ის რა ქვია, მოსაწევი სად არის ყველა თქო. მეგობრობდით, გიშლიდათ ვინმესთან სიარულს, ან თქვენ უშლედით ვინმესთან. ანუ მეგობრობთ? მეგობრობთ თუ არ მეგობრობთ? მე უბრალოდ მეგობრობთ თუ არ მეგობრობთ? უბრალოდ გუშინ რო დაგისვა არაო. არა, მე არ მეგობრობ არავისთან აქ. თან ახლა მეგობრებიც არა ვართო და აბა ვინახართ მაშინ? ანუ ჩვენ უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ერთად ვიდრე თქვენ. რა ვიცი ლაშა ეხლა გიყურებ და
ლელუს გარეშე არც მარცხენა ნაბიჯი არ არის, არც მარჯვენა ნაბიჯი და რავი, მაინც დავაზუსტე პრობლემები არ შეგექმნეს მეთქი ხა კოალიციის ის არა ქვია, ჯარიმა არ დაგიწესო. მე ლელუსთან არაფერს არ ვაკეთებ. ისე კოალიციაში ხელფასი ზოგადად არის ხოლმე თუ? არა, მე კოალიციაში არ ვარ. არა, აბა რა არის ეგ? ვის რა კოალიციაში ვარ? ეგ არის ურხევი ტანდემი. რა? ტანდემი. არა. მე ყოველთვის ჩემი აზრდება. და მე ვფიქრობდი, რომ აქამდე თქვენ ამას დაინახავდით. გავიხედავ, საცა ლელუ გაივლის, იქ ლაშას სურნელება მიიპყურება. გეწყინა? ლაშას ხომესთი, აი ეს კაი სუნამოების სუნი დასდევს და საცა ლელუ გაივლის, ლაშას შლეივი იქვე მიშრიალებს. შენ მინდა რომ ერთად ვიაროთ მე და შენ ხო? შეიძლება მინდა კიდევაც. გოგოებო, გამოდით თქვენს. თუ თქვენთან ერთადაც ვიქნები, რა პრობლემაა? გამოდით. ოთახიდან გამოდით და ვიყოთ ყველა ერთად. არა, ნომერი არ ლელუ არის ალფა ქალბატონი. კონკურენციას ვერ გაუწევთ. ანუ კონკურენციაზე რაში ვერ გაუწევთ? ანუ შენი ყურადღებაში. მე არავინ არ მიგდებს ხელში კიდევ ერთხელ. დაპყრობაში. ხა, როდესაც ქვევს და რაღაც მსგავსებს გადარებენ, რაღაცა უფრო რაღაც გიჩნდება ის, რომ აი რა ხდება და ეხლა როგორ არ შეგადარო აბა რასაც ვიყურებ იმას. ანუ უბრალოდ მე ლაშა არც ერთხელ არ მახსოვს და რომ შენ და ლელუ სხვადასხვა აზრი გქონდეთ რაღაცა თემაზე დამოკიდებულებით. ერთი ოთახიდან მეორეში რო გადის ამბავი ავიწყდება. დიანას საერთოდ ვერ ხვდები, რატო არაფერს არ ამბობს, როცა ხედავს და არაფერს არ ამბობს. აი რატო არ გეუბნება? თინათი მორჩი, იმიტომ რომ იცი რა, ლაშამ რამდენჯერმე თქვა. ანუ არაფერს არ ამბობს. ვერ გავიგე, რა თქვი? კაცო, დიანა ჩემი პირის ბოქლომი კი არ არის, ჩემი და. ზმეიკა. ჩემი პირის. ანუ ისედაც სუვაჩუმე. მეგობრებო, ჩემო კარგებო. მე ძალიან მომწონს ზოგადად ინდური სერიალი. თქვენც ხო? ბაბო, გინდა დავდგათ. გინდა? კი. შენ ვინ იქნები? მე შახრუხანი ვიქნები თქვენი. რიტიკ როშანი. თქვენი რას ქვია ხა ჩვენ ყველას ჩვენი შახრუხანი გვინდა. შახრუხას ვერ მოგიყვა. როშანი და ვინ? რიტიკ როშანი. აი არ ვიცი. ანი რაღაცნაირად დისტანციას იჭერს ჩემთან და ლელუსთან. ლაივის შემდეგ და მაქვს რაღაც კითხვები, ან მაინტერესებს რა მოხდა, რამე მოხდა, რამე ხوار ვაწყენინე. რაღაცნაირად იცი როგორი შეგრძნება მაქვს, რომ ჰეითის გამო ჩვენი ანი ჩამოგშორდა. ჩამოგშორდა არა, просто ნეიტრა. არა, თუთა თავს იკავებ შენთან რაიმე კონტაქტ ურთიერთობაზე, ესე მგონია. თამაშზე და ასე შემდეგ. მართლა გამონები გულწრფელად. ჰეითი რა შუაშია. თავიდან ვერ ვიცოდი ჰეითი რომ მოყვებოდა მაგას? აბა რამე მოხდა? რამე არასდროს. დააფიქსირე აზრები რაღაცებთან დაკავშირებით და ვილაპარაკე შენთანაც. ლელუსაც დღეს რაღაც მომენტები უხსენე. უგვარდით ახლა. ჩემს ადგილას შე რო იყო რა სისავდი, ანუ ესე რომ გაბრალებდნენ რაღაცებს. მეც მაბრალებენ რა კოალიციაში მე არ მაწერენ ხა? მე რასაც მაბრალებენ ის საერთოდ გავიგე ლევ, მაგრამ ნახე როგორი მომენტია. შენთან ერთად მიმაყოლეს მე მეც, მაგრამ ხო არ ვდგავარ და არ ვიმართლებ თავს. მეც მიმაყოლეს კომენტარებში რამდენი იწერება ჩემზე იცი? მაგას გეუბნებას ვირთხა. მაგას გეუბნებას მაგანი მოქმედა. ეს კი არ ტეხავს ან რამეგას. ანუ მაგას არ მოქმედია. ნახე როგორ თემა მე ვხედავ იმათგან რაღაც აქციელებს. და სხვა რაღაც აქციელებიც დავინახე და ეგ ვახსენ. კი, დისტანცია ნამდვილად დავიჭერე იმის გამო, რომ უბრალოდ ვერ გავერკვე სიტუაციაში. რაღაც ცოტათი უცნაური მომენტები რო შევამჩნი, აქედან გამომდინარე ვარჩიე, რომ უბრალოდ ცოტა ხანი ფიქრის პროცესში ყოფილიყავი. ასრემლიანებული რო იყავი საწოლში, ხო გახსოვს? ეჭვები გამიჩნდა იმ დღიდან, როდესაც ფარტი სამ დაიწყებოდა მანამდე მოხდა ეს ამბავი, ლელუ იყო განერვიულებული ოთახში, ვესაუბრებოდი და უცებ შემოვიდნენ კამერები. შემოვიდნენ გადასაღებად და რაღაცა და მე გამოვხატე პრეტენზია მაგაზე, რომ ანუ ცუდად არის ადამიანი და თავზე რო ადგიხარ, ანუ მოდი კამერები ისედაც გვიღებენ და მოდი ისე იყოს. ლელუსგან დავამგანვე ის, რომ არც მე როცა ცუდად ვარ და თავზე ვიღაც მადგას არ შემიძლია, ცუდად ვარ და პეტლიჩკა გაიკეთა და დაიწყო მაგაზე საუბარი. პეტლიჩკა მეკეთა. ძალიან უცნაური იყო ეს რეაქცია. იქნა გამომდინარე ასე რომ ლელუს ძალიან ბევრჯერ ქონდა ნახსენები, რომ მე არ შემიძლია ტირილი, მე არ შემიძლია მსგავსი რაღაცეები კამერასთან. მაგრამ იმ მომენტში ეგ დავინახე მე.
ეხლა შენ მაწვევი იმაზე, რომ ემოციურად რატო მაქსიმალურად არ შევიკავე თავით? აი მართლა ორი კომენტარს მაგ მომენტში ვერ გავაკეთებდი. ორი სიტყვა თქვი და გავჩუმდი პროცესს. მე ჩემთვის პირადად მასეთ მდგომარეობაში ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებდი და აქ არ დამიდგავს არაფერი. შენ ხო თქვი მე თუ რაღაც არასწორად გავაკეთე ან რაღაც ისეთი იყო დავიფიქსირეთ აზრი. ზუსტად ეს მომენტი, იმიტომ რომ მე ეს საკითხი არ მესმის. მე რო თუნდაც ვარ და კამერა მათგეზე, მაგრამ მე ვერ ვისაუბრებ გამორიცხულია. მეც ვერ ვისაუბრე, ორი სიტყვა. იმ მომენტში ემოციურ ფონზე რო ვარ, უბრალოდ თქვი რომ სახშეც ეს სიტუაცია მაქვს, აქაც ეს სიტუაცია და გარეთ ეს სიტუაცია თქო და всё. ეს იყო ჩემი სამი სიტყვა. მე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ეხა აი ადამიანმა ეს რაღაც მითხრას ეხა რაზე ჩვენ თუ დაგაფიქროს მაგრამ უბრალოდ ამ სახში ყველაზე ნაკლებად ალბათ მე უნდა მითხრას ადამიანმა რამე ეს მიზეზი არ იყო არ უნდა იყოს წესით საბაბი იმისა რომ ადამიანთან დაიკავო დისტანცია მაგრამ ნუ რას ვიზავთ თუ ეს არის ოკეი და მუზებთან საუბრის მერე ანუ რომ მოვედი და რაღაცა განსაკუთრებით რა მუზების სემიდან მუზებმა რომ შეიყვანეს ოთახში და ესაუბრნენ იმის მერე აი ძალიან ესე ფაქტობრივად აი ძალიან ლაითად მე კონტაქტებოდა და რაღაც მაგრამ ამაზე მოვედი და კითხვა გამიჩნდა არ გამჩენი არაფერი კითხვა ჩემთვის ოკეია ახალი მოსულია ადამიანი და უნდა უფრო თავი და ყველა გაიცნოს ნეიტრალურ სიტუაციას შეინარჩუნოს და არის ჩემთვის ოკეი ეგ. თურმე მე ჰეითის გამო კოალიციას ვშორდები. კოალიციას შორდები რას? კოალიცია რაც არის. აი ეს არის უკვე შენ სიტყვებში იგრძნობა ეს რა რომ აი შთაგაგონეს რომ რაც იყო რა რეალურად მიზანი რა. ჩვენ კოალიცია ვქონდა. აი კოალიცია და ეს ნახსენები მაგიტომ მოიყვანეს სიტყვა და უბრალოდ ამბობს მაგრამ კოალიცია უბრალოდ გასაგები მეცნოთ შევამბობ და ვიცი რა არის უბრალოდ იმჯერჯერ იყო ნახსენები მაგიტომაც თქვი მასივი. ესე იგი ანამ თუ დისტანცია დაიჭირა ლელუსთან. მაშინ ლელუს რატო არ გაუჩნდა იმ შეკითხვის დასმის სურვილი ანასთვის და რატომ გააჟღერა ეს ყველაფერი ლელუს რუპორმა ბაქნიანმა ლაშამ ანასთან შეგიძლიათ ამხსნათ ეს იზმრება ის გელანზე აკეთებ ამ ყველაფერს რომ ჰეითია ეს შეკითხვა რას რაც ანუ მაინტერესებს შენ მითხარი ეს შეკითხვა არ არის ინტეგრალური რავი მე მაგალითად ეხა ანის ადგილას რო ვიყო და ესეთი რაღაც რომ მკითხონ მე მომენტში შეურაცხყოფად მივიღებ რომ შენ რა გონია რომ მე იმ ადამიანთან იმიტომ ვიყავი რომ იმ ადამიანთან თბილოდა და მე იმიტომ გამოვერიდე რომ რაღაცა ჰეითი წამოვიდა ჩემზე მე ესე მივიღებდი ანა შენ როგორ მიიღე ეგ საკითხი მითხარი საკმაოდ შაურაცხყოფად ვიქცენი მაგ მომენტში, რადგან ადამიანი, რომლის მიმართაც კარგი დამოკიდებულება მაქვს, ისე გამოყო სიტუაცია, რომ მე ვარ ყალბი და უბრალოდ ჰეითის გამო აღარ აგრძელებამ ყველაფერს თუ არ ვიცი, ანუ მართლა არ ვიცი რა დავარქონა გასულა. და ლაშა როგორც ლელუს თავჯდომარე არის უსმენს შეკითხვაში ეხა დამთავრებული რაღაც და ის პროვოკაცია არ არის პროვოკაციურად ესიერა პროვოკაცია არ არის ესიერა ილაპარაკე თუ ლაპარაკე ვაიმე ლაშა ნერვები მეშლება რამდენად ლაშა დავშვიდი ყელზე ძაღლები გამოგესახა მე ყელზე ძაღლები ნუ ნერვიულობ რაც უფრო ინერვიულობ იმიტომ რომ ასჯერ გიხსნი და იგივეს იმეორე და უკვე დავინერვიულებ შეიძლება ისეთი რაღაც ისეთი რაღაც რომ მე ეს იმენა პროვოკაცია. შენი ინტრიგნული შეკითხვები უკვე ადამიანური შეკითხვა ჩემ თავზე რო იგივეს შეკითხვა ჩემ თავზე თავის თავზე მომისხები ადამიანი შენ ძალიან ინტრიგა რატო არ იმიტომ რომ არ იცი რა ხოდა გამთავრებინე არ ვახსენებ შესაძლოა ეხა ისე მივაღებინებ ლაშას ლაშა შევისრავია ეხლა ისაღები გქონდა აქ ეხლა ნუ ნერვიულობ იმიტომ რომ ეგ ადამიანი არ ხარ ეგრე რომ ისაუბრე ეგ ადამიანი არ ხარ ეგ მოიწი ახლოს მანდ რომ ელაპარაკე მოიწი და აღარ იყვირე მოიწი მოდი ეხლა მოვიწევი მაგ და ის ადამიანი ბიჭო არ მინდა ჩემთან ახლოს ბიჭო არ მაინტერესებს მე ლაპარაკები ადამიანობაზე გაიცნი ისაუბრე ის ადამიანობაზე ლაპარაკი მოდი ეხლა აკიხსნი შენ შეკითხები რა ადამიანობაზე მელაპარაკე მაინტერესებს მოიწი ახლოს და მითხარი რატო უნდა მოვიწევი ახლოს არ მინდა შენთან მოწევო და ისწავლე როგორ უნდა ილაპარაკე ხა და შეიძლება გაგიჟანებინო ვერ გაგიჟანებინებ შეიძლება არ შეიძლება ისეთი სიტყვა წარმოთქვა ახლა მე არაფერს არ წარმოვიდგინე ინანო მე არაფერს არ დამშვიდე კიდე გეუბნები პროვოკატორი ხარ გესმის ჩემი აზრი ისეთია რომ ამ კითხვის დასმა სხვანაირად შეიძლებოდა ინტრიგნული იყო კითხვა ინტრიგნული არა ანუ არასწორად იყო დასმული კითხვა ნახე შეგეძლო უბრალოდ გეკითხაი ნახე ბოლო პერიოდში რაღაცნაირად სხვანაირად ხარ და რის გამო მიზეზები კი მაგრამ მე გააჟღერე ის მომენტი რომ აი მაგის გამო ხო არ არის და ხო შეიძლება და მიზეზები გასაგებია რომ თქვი მაგრამ ახო აუხსენი მიზეზები რატომაც დღეს ლაშა შემოვიდა ჩემთან კონფლიქტში
ნუ მე მასე აღვიქვი, რადგან კითხვა იყო ისეთი ტონით დასმული, რომ ჰეითის გამო ჩამოგშორდიო. რა თქმა უნდა, ჩავახეს პროვოკაციის შემდეგ ანიმთქვა, რომ კი, შენ არასწორად დამისვიე კითხვა, იმიტომ რომ ესე არ არის. არა და ამ დროს მე უკვე ამ თემაზე ანის დღისით ვესაუბრე, იგივე კითხვით და საერთოდ არ ქონია იგივე რეაქცია. ანუ ლაშა ნახე, ვსივართ, ყავას სვავთ და უცებ იწყება საუბარი, რომ აი ერთი მონაწილე რაღაცნაირად დისტანციას იჭერს, საუბარს იწყებთ ლელუსთან და უცებ ანუ ერთადერთი კითხვა რაც ხო, მე კონფლიქტში ხარ შევსულ, მე რაღაცა კითხვები რო ხონდე, ხო მოვდიოდ კითხვებით. მანიპულაციას ახდენ ანაზე ახლა, აი მანიპულაციას. ჯავახ, ინტრიგნობა, მანიპულაცია რაც არის, ეს შენ ზუსტად იცი. ხო და მე არ ვსვავ ეგეთ კითხვებს და მას შენ სვავ და ეს უკვე მანამდეც გააკეთე მუზებსა და ლელუს მეგობრობაში. ჩვეულებრივი მინიონია, რომელიც აი ეს კუჩი დასდევს ლელუს და ის რასაც იძახის, იმას იმეორებს უბრალოდ. როგორც მუზებზე მანიპულაციას ახდენდა, ზუსტად ანალოგიურს უკეთებს ახლა ანას და ლაშას. ზუსტად ერთ-ერთი დეჟავიუ მაქვს. კი, რაღაცა ჰეიტზე იყო ხსენებაც კომენტარში, მაგრამ იგივე კითხვა რაც ეხლა იყო გაჟღერებული, არ ყოფილა. შუქი